ისეთი მოსიყვარულე ცეცხლოვანი და ყურადღებიანი გახდება შენი მიმდინარე პარტნიორი ამ რიტუალის შემდგომ, რომ თვალებს არ დაუჯერებ მას შემდეგ, რაც ჩაატარებ ამას. გრძალავ ვიდეოს ყურებას საპირისპირო ენერგიის დაფიქსირების გარეშე, რაც გულისხმობს ვიდეოს ბოლომდე ყურებას, რათა არაფერი გამოგრჩეს, ასევე აუცილებლად არხის გამოწერას, კომენტარებში დაფიქსირებას და ვიდეოს გადაზიარებას. დაგჭირდებათ ასეთი კოლბა, სასურველია იყოს რესბიანი, თუმცა შეიძლება იყოს უბრალოდ შამპანურის ბოთლს, რომ საცობი აქვს ხოლმე ესეთი საცობით, ვარდისფერი ან და წითელი სანთელი. ნატურალური თაფლი შემოზურფასება, ეს არის კონკრეტულად მაისის თაფლი. შემდგომ იღებ სუფთა ფურცელს და შემოხევ შენივე ხელით, ესე უსწორმასო რომ უნდა იყოს, ზემოთ როგორც ხედავ, შენი სახელი და მისი სახელი დაბადების თარიღების სრულად და აქ უკვე ბრძანება, რომ ჩვენი ურთიერთობა ივსება სიტკბოთი, მზრუნველობით და ორმხრივი ყურადღებით. შეგიძლიათ დაამატოთ კიდევ რაც თქვენს გულს გაეხარდება, მაგალითად, თუ გსურთ, შეგიძლიათ ასევე ჩაამატოთ, რომ თქვენი ურთიერთობა ასევე ივსება უდიდესი ფიზიკური ლტოლითა და ერთმანეთისადმი უდიდესი სურვილთან მიჯაჭვულობით. თქვენ სიტყვებით აუცილებლად იყენებ წითელი ფერის კალამს ან ფანქარს. ესეთი ფანქარი ყველას გექნებათ სახლში. დავიწყოთ შემოგარგება, მოვათავშოთ თაფლი აი ამ პატარა ქილაში. ასე შემოწურფასება დაუტოვეთ მცირეოდენი არეალი აქ რომ ჩაეტიოს ეს ფურცელი. ახლა თქვენი საჩვენებელი თითი უნდა დაასრულოთ თქვენივე ნერწყვით და წაუშვათ ესე აი ამ ტექსტს. შემდგომ ეს ფურცელი უნდა გადმოიკეცოთ თქვენსკენ სამჯერ, ანუ გადმოკეცე ერთი შეაბრუნე მარჯვნივ, გადმოკეცე ორი შეაბრუნე მარჯვნივ და ბოლოს გადმოკეცე სამი და პირდაპირ ჩავდებთ უკვე თაფლიან ქილაში. ნუ დაახლოებით ესე გამოვიდა ჩემო კარგებო. მოვათავსე უკვე შემოზურფასებოდი, როგორც ხედავთ, არაჩვეულებრივად დაიფარა თაფლით ჩვენი სურვილი. როგორც კი თქვენს ნაწილს ჩადებთ ქილაში, სანამ ქილა ჯერ კიდევ ღია არის, წარმოთქვი ეს შევასვა, რომ როგორც ეს თაფლია ტკბილი, ისე დატკბეს, გააშხერე მისი სახელი, აი ამ ადამიანის გული ჩემს მიმართ იყოს ყურადღებიანი, მოსიყვარულე და თბილი. და იყოს ეს ასე და ეს ასეც არის ახსოვდა. ამის შემდგომ უკვე უნდა დაივიქოს ეს ქილა. კარგად უნდა გადაუჭიროთ შემოძურფასება. თუ სხვაგან არის აქტიური ცეცხლი, შეგიძლიათ აი ამ ვარდისფერი სანთლის ბოლო დაარბილოთ ამ სანთლის ალზე და შემდგომ განათავსოთ აქ, თუ არა და აუცილებლად იყენებთ ასანს. ანუ სანთებელა და რაღაც მექანიკური გაზესანთებელები რომ არის, ეს არ გამოიყენოთ. მხოლოდ და მხოლოდ ასანთი. ახლა უნდა გავააქტიუროთ სანთელი. და დაველოდებით მის დაწვას. სიგიჟეები და საოცრებები სულ რამოდენიმე დღეში დაიწყება. თავარია რომ ამას დაელოდოთ და დასრულებულ ვერსიასაც გაშვენებთ რასაკვირველია. ასევე კაცრი გაფრთხილების სახით გააკეთე მხოლოდ იმ ადამიანზე, რომელიც გიღებს შენი ენერგიის დასახარჯად, ყველა ადამიანი არ ღირს თქვენს ენერგიად და ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ცივდება და ნელ-ნელა მიდის სწორედ იმისთვის, რომ სამყაროს უკეთესი ადამიანი აქვს თქვენთვის გამზადებული, ასე რომ თუ კი დარწმუნებული ხარ 100%-ით, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ჭირდება შეგუწუნება შენი მხრიდან, მხოლოდ ამ დროს წადე. მადლობა, ვინც ბოლომდე მიყურეთ და აუცილებლად გამომიწერე მეტის სიგიჟეებისთვის, რომელიც 100 და 1000%-ით მუშაობს. თუ არ გჯერათ, ალბათ გამოსცადე, იმიტომ რომ ასობით და ათასობით კაცმა უკვე თავის თავზე გამოსცადა ჩემი რიტუალების შედეგები.